მოგესალმებით, წარმოგიდგენთ შემდეგ სალექციო თემას, ეს არის ელექტრონული ბიზნესი. თანამედროვე ბიზნეს ურთიერთობებში სულ უფრო და უფრო სწრაფი ტემპებით ხდება ელექტრონული ბიზნესის განვითარება და პრაქტიკულად დღეს არ არსებობს წარმოების სფერო თუ ნებისმიერი მიმართულება, რომელიც არ იყოს დამოკიდებული ელექტრონულ ბიზნესზე და ან ძირითად, ან დამატებით მიმართულებად არ ქონდეს განვითარებული ბიზნეს ოპერაციები ინტერნეტის საშუალებით. შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტმა ძალიან შეცვალა ბიზნესის წარმოების ინსტრუმენტები და ის სულ უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე კომპანიებისთვის, შეიქმნას ახალი ბაზრები და პრაქტიკულად გლობალურ ბაზრებზე მოხდეს წვდომა და გლობალურ ბაზრებზე მოხდეს იმ სერვისების თუ პროდუქტების შეთავაზება, რომელიც ელექტრონულად ინტერნეტში შეიძლება განთავსდეს. ანუ პრაქტიკულად ინტერნეტმა ინფორმაცია გახადა ხელმისაწვდომი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ეს ციფრი კიდევ და კიდევ უფრო მზარდია. საქართველოსაც შეგვიძლია ვთქვათ რამდენიმე სიტყვა ამ დროისათვის საქართველოში ფიქსირდება დაახლოებით 1.6 მილიონი ინტერნეტ მომხმარებელი და ეს ნებისმიერი კომპანიისთვის არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იმისათვის, რომ აქტიურად იფიქროს თავის ძირითად ბიზნეს საქმიანობასთან ერთად დამატებით ან ერთ-ერთ სერიოზულ მიმართულებად აქციოს ინტერნეტ ბიზნესი. ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს სოფლიოში ბიზნეს პარტნიორებთან, მეგობრებთან ელექტროკომუნიკაციებით ურთიერთობას, საქონლით შეძენას ინტერნეტ მაღაზიებში, საკმაოდ სწრაფად იზრდება ინტერნეტ მაღაზიების შემოსავლები, ასევე ინტერნეტ ჟურნალებისა თუ გაზეთების კითხვა და ასევე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი თვითონ ინტერნეტ ბიზნესში ეს არის ინტერნეტით გართობა, რომელიც თავისი მოცვით, თამაშებით თუ ტექნოლოგიებით საკმაოდ დიდ მოცულობასთან და დიდ ბრუნვებთან არის დაკავშირებული. ელექტრონული ბიზნესი შეგვიძლია გავყოთ ორ მიმართულებად. პირველი ეს არის ელექტრონული კომერცია, ანუ ეს არის ის, რასაც აკეთებს კომპანია და მისი ერთ-ერთი მიმართულება არის ელექტრონული კომერციის საშუალებით გაყიდვების უზრუნველყოფა. კერძოდ ჩვენ თუ ავიღებთ თავშეთ კომპანია, რომელიც აწარმოებს თავშეთ კვების პროდუქტებს, მას შეუძლია რა თქმა უნდა და მისი ძირითადი ბიზნეს მოდელი აწყობილი იქნება სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობაზე, თუმცა ერთ-ერთი დამატებითი მიმართულება შეიძლება იყოს ინტერნეტ გაყიდვები და სახლში მიტანის სერვისი, რომლითაც ბევრი მომხმარებელი შეიძლება ყავდეს მსგავსი ტიპის სერვისს. მაგალითად, შეგვიძლია გამოვიყენოთ Goodwill, რომელიც თავისი სავაჭრო ქსელებთან ერთად აქტიურად ავითარებს სისტემას Goodwill Delivery, რომელიც სწორედ Goodwill-ის ვებგვერდზე ელექტრონულ შოპინგს გულისხმობს და შემდეგ ეს პროდუქტები მიტანილი იქნება მომხმარებლისთვის სახლში. ელექტრონული ბიზნესი ეს არის ის, რასაც წარმოადგენს კომპანია, ანუ ბიზნესის ფორმა და სახე. დღეს ძალიან ბევრი ბიზნესია, რომელიც შეიქმნა სწორედ მას შემდეგ, რაც განვითარდა ინტერნეტ ტექნოლოგიები და არსებობენ კომპანიები, რომლებიც რეგისტრაციის შემდეგ თავისი საქმიანობას მთლიანად ახორციელებენ ინტერნეტის საშუალებით და ელექტრონული საშუალებით. ამის მაგალითი შეიძლება იყოს იგივე სოციალური ქსელები, ინტერნეტ მაღაზიები, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში არიან წარმოდგენილები, ასევე საინფორმაციო პორტალები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე ბევრი გაზეთი თუ საინფორმაციო საშუალება, რომელიც შეიძლება არ გამოსდიოდეს ტრადიციულად და ჩვეულებრივ ქაღალდზე, მაგრამ აქტიურად იყოს წარმოდგენილი ინტერნეტ სივრცეში. სწორედ აი ამ ორი მიმართულებით ხდება თანამედროვე ელექტრონული ბიზნესის განვითარება და საკმაოდ საინტერესოა და დიდ შესაძლებლობებს იძლევა ორივე მიმართულება, თუნდაც გაყიდვების გაზრდის თვალსაზრისით და ასევე კომპანიის ბრენდირებისთვის, პოზიციონირებისთვის თუ ესე შემდეგ. შემდეგი საკითხი ეს არის ელექტრონული ბიზნესი, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს, ანუ ეს გულისხმობს ელექტრონულ პროგრამებს, ელექტრონულ თამაშებს, ელექტრონულ მარკეტინგს, ასევე ფინანსურ ანალიზს
საფინანსო გადარიცხვები, რომელიც აწყობილია მთლიანად ინტერნეტ ტექნოლოგიებზე, ასევე თანამშრომლებისა და პარტნიორების ძებნა, ეს ბევრად უფრო ამარტივებს და მოქნილს ნაკლებ ხარჯიანს ხდის ამ პროცესს და ასევე მომხმარებლებისა და პარტნიორების მხარდაჭერა. თუ ჩვენ დავაკვირდებით თანამედროვე ინტერნეტ სივრცეს პრაქტიკულად, ყველა ის ჩამოთვლილი საკითხი, რომელიც მე აქ წარმოვადგინე, აქტიურად არის წარმოდგენილი და იგივე თუნდაც Facebook-ის მაგალითი გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, რომ უამრავ რეკლამას თუ მსგავსი ტიპის პროგრამას ხვდებით, რომელიც პასუხობს იმ საკითხებს, რომელიც ელექტრონული ბიზნესის კომპონენტში გვაქვს წარმოდგენილი. შემდეგი საკითხი ეს არის ელექტრონული კომერცია. ნებისმიერი კომპანია ორიენტირებულია გაყიდვების ზრდაზე, გაყიდვების ზრდის პროცესში მას უშუალო შეხება შეიძლება პირდაპირ ვერ კონდეს მომხმარებელთან, ანუ მაგალითად კომპანია, რომელიც წარმოდგენილია ერთ სავაჭრო ქსელში, მან დროის გარკვეულ პერიოდში ან დანახარჯების სიძვირის ან გარკვეული ფინანსების უკმარისობის გამო ვერ შეძლოს სავაჭრო ქსელის სრული მოცვა, თუმცა მას ეს საკმაოდ წარმატებით, ბევრად უფრო ნაკლებ დროში და ბევრად უფრო ნაკლები დანახარჯით შეუძლია გააკეთოს ინტერნეტ ქსელის საშუალებით და ეს იძლევა ძალიან ბევრ შესაძლებლობას ამ კომპანიის გაყიდვების გაზრდის თვალსაზრისით. მე ზემოთ ვახსენე Goodwill-ის მაგალითი, რომელიც საკმაოდ კარგი მაგალითია იმისათვის, რომ ჩვენ წარმოვიდგინოთ თუ რა შეუძლია კომპანიისთვის გააკეთოს ელექტრონულმა კომერცია. შემდეგი საკითხი ეს არის ელექტრონული ბიზნესის სისტემა, რომელიც მოიცავს ინფორმაციისა და კავშირ ურთიერთობების ამაღლებას და სრულყოფას და ეს გულისხმობს იგივე სადოკუმენტაციო, საფინანსო და მატერიალურ სფეროებს. ელექტრონული ფორმებით დღეს შესაძლებელია მოპარწეების განხორციელება, იგივე ფინანსური გადარიცხვები, იგივე დოკუმენტების წარმოება და ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ საქართველოშიც შესაძლებელია იგივე საგადასახადო სამსახურებთან ურთიერთობა სწორედ ინტერნეტის საშუალებით, გაფორმება სხვადასხვა ნივთების თუ გამბაჟება სხვადასხვა ნივთების სწორედ ამ ელექტრონული დოკუმენტაციის საშუალებით და ძალიან ბევრ სფეროში და ძალიან ბევრ კომპანიას ეს საკმაოდ უმარტივებს პირობებს და რაც თავარია დაკავშირებულია უფრო ნაკლებ დანახარჯებთან. ასევე ელექტრონული ლოჯისტიკის მხარდაჭერა არის ელექტრონული ბიზნესის სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და სწორედ გლობალურ ქსელში ინტეგრაცია შესაძლებელია და კომპანიის ჩართულობა, თუნდაც მცირე კომპანიის ჩართულობა შესაძლებელია ინტერნეტ ქსელის საშუალებით, თუ ინტერნეტის გარეშე ეს მხოლოდ გლობალურ კომპანიებს აქვს, ან მსხვილ კომპანიებს აქვს წვდომა სხვადასხვა ქვეყნების ბაზრებზე, უკვე ინტერნეტი იძლევა საშუალებას მცირე კომპანიებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს საერთაშორისო ლოჯისტიკის პროცესების დანერგვა. ელექტრონული ბიზნესის სისტემა ასევე მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების გაუმჯობესებას, საერთო გამოცდილებებისა და უნარჩვევების გაზიარებას, რადგანაც ინტერნეტში უამრავი кейსია, უამრავი მაგალითია სხვადასხვა სიტუაციების შესახებ, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა გამოიყენოს საკუთარი გამოცდილების გამდიდრებისთვის. ასევე კორპორატიული ვებ წარმომადგენლობების საკომუნიკაციო დონის ამაღლება, პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა, რაც გულისხმობს იმას, რომ დღეს თითქმის ყველა კომპანიას უმრავლესობას გააჩნია თავისი კორპორატიული ვებგვერდი, სადაც არის თავმოყრილი ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ პარტნიორს, მომხმარებელს თუ ამ კომპანიით დაინტერესებულ ინვესტორს დააინტერესოს და პრაქტიკულად ამ კომპანიასთან, ამ კომპანიაში მისვლის, მის სათაო ოფისში მისვლის გარეშე შესაძლებელია ამ კომპანიის შესახებ გარკვეული შთაბეჭდილების თუ მიღება და ასევე პირველადი ინფორმაციის მიღება მის შესახებ. რაც შეეხება უპირატესობებს, რომელიც ახასიათებს ელექტრონულ ბიზნესს, პრაქტიკულად ძალიან ბევრია და ცალსახად პოზიტიურია ის საკითხები, რა უპირატესობებსაც და რა პლუსებსაც იძლევა ელექტრონული ბიზნესით ოპერირება. პირველი, რა თქმა უნდა, და ყველაზე მთავარი ეს არის შემოსავლების გაუმჯობესება და
ზრდა, შემდეგი არის დანახარჯების მინიმიზირება და ეს ძალიან ხელშესახებია ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც აქტიურად იყენებს ელექტრონულ კომუნიკაციებს, ასევე შიდა და საგარეო საინფორმაციო ნაკადების ოპტიმიზირება, ბიზნეს პროცესების დაჩქარება, თუნდაც იგივე წარმოება, მიწოდება, რეალიზაცია და მომსახურება. შემდეგი საკითხი არის ასევე მარკეტინგისა და დისტრიბუციის ახალი არხების შეძენა, პრაქტიკულად ინტერნეტ პორტალები, ინტერნეტ სოციალური ქსელები თუ სხვადასხვა ტიპის ინტერნეტში მოხვედრილი რესურსები იძლევა ახალ ბაზრებზე შესვლის და ახალი ბაზრების ათვისების საშუალებას, რაც ნებისმიერი კომპანიისთვის უდიდესი პლუსია და რაც თავარია ხდება მინიმალური დანახარჯებით, ასევე დისტრიბუტორებისათვის და მომხმარებლებისათვის მონაცემთა ელექტრონული ბაზების ფორმირება, მათი გაცვლა და შეთავაზება. ასევე ერთ-ერთი პლუსი არის გრძელვადიანი საკონკურენციო უპირატესობების მოპოვება და დროის ეკონომია, მოქნილობა და მოხერხებულობა. საკმაოდ დიდი შეიძლება იყოს პლუსების ჩამონათვალი, რომელიც ელექტრონული ბიზნესის წარმოებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ აი ამ ძირითად საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება.